გამარჯობათ ხალხო, ესე იგი ძალიან ბევრი ადამიანი წერდით ყოველ სტრიმზე ალბათ ცხელძაღლს. ხო და მესამე სეზონი ცხელძაღლის. დავიწყეთ, როცა მექნება ხოლმე დრო, ტყუილა რო არ წეროთ, ხვალ იქნება, ზეგ იქნება, ძალიან გთხოვთ, როცა მექნება ხოლმე დრო, კვირაში რამოდენიმეჯერ აუცილებლად დავდებ და უბრალოდ არ წეროთ ყოველ წამს როდის იქნება და რა დროს იქნება. იმიტომ რომ ზუსტად მეც არ ვიცი. ძალიან მაინტერესებდა დავიწყეთ. ეს არის ალბათ 2005 წელი, ხო, აი მიშას ესა, ვარდების რევოლუცია. გასაგებებ გასო შენ. კიდე ამას უყურებ? ხომ გითხარი მოიმზადე მეთქი. ეხლა მე გამოვჩდები დავიდოვიჩ. აი გიგავა. აი რა უნდა გელაპარაკო რა, დეგენერატი ხარ. რატო ბატონობი? ჯერ ერთი იმიტომ რომ იქით და რევოლუციონერები ამ სისკეკაცი. თანაც პოლიციელი. ტოშა მე დოლორესი ბარურიებლე. და მეორე იმიტომ რომ ორი თვეა. ერთ და იგივეს უყურებ პირდაპირ. ასამ შოუს აფეთში. რა საყვარელი კაცი. სად არის ფრიალაში? შვებულებაშია ორ დღეში გამო. რა დრო შვებულებაა, კაცო. ისედაც განახევრებულია ეს განყოფილება. რა ვიცი მე თქვენ არ მოუწერეთ ხელი განცხადებაზე. აი მე დავიდოვიჩ. ხედა? სადა კაცო, მე ვერ ხედავ. ისე ხო კაი ამბავი მოხდა დავიდოვიჩ. რა სიტყვა? მოგეცადათ ბატონო, კიდე წელიწად ნახევარი და ყველაფერი კულტურულად და კანონიერად მოხდებოდა. რომელ რევოლუციას მოუტანია სიგეთე ბიჭო? აბა მის დარიყვნენ პარლამენტში სოსოეგაძეების ზერაკები და მაგაცები? ბიჭო, ეგენი ხემაის გაშიფრულები. ახლა სანამ იმას გაიგებ, ვინ-ვინა? შეიძლება სულ დაგექცეს ეს ქვეყანა. ბოდიში ბატონო გენო, მაგრამ ეხლა არა ხართ მარტო. ეგენი რომ თავრობაში მოსულიყვნენ, სოსოეგაძეები და მისნაირები, ლექსოს მინაცოცხლები. ეხლა კი შეიძლება გამოუშვან. გამოუშვან არა ვირის დაუფეხი. დურაკი ეს შენი ლექსო და ტერორისტი. გამოუშვებენ. ო ეს რა იკითხრეს? მოიცა რაზე არავის არ უთქვამს. რაზე არის დაჭერილი და არ მახსოვს. იმიტომ რომ გააყალბეს არჩევნები. ვინ არ გააყალბეს? მახსოვს. სოსოეგაძეებმა და მისნაირებმა. პირველად ვინ ამოიღო მაგაცინააღმდეგ ხმა? ლექსომ ხმა კი არა? всё, კაცო, ბოლოს იქ რო დახვდა დარბაზში. რო უნდა მოეკლა, იასი. ამიტომაც მგონია რომ გამოუშვებენ. ესაა ლოგიკა და დედუქცია. გამოუშვან ბატონო, მე წინააღმდეგი კი არა ვარ. მაგრამ უკეთესი იქნება ეს ლოგიკა და დედუქცია გაუხსნელ საქმეებს მოახმარო. დიახ ბატონო გივი, გენო ვარ. არის. მოვდივარ. წავედი. იარაღი წამოვიღო. აბა რა უნდა ქნა, საკეიპოდ კი არ მიმღავხარ. ურა საყვარელი კაცი, როგორ მევასება. ამინა კეთილი კაცი. აუ ბიჭო, ამაზე მე ისა არა. გადავახო ხოლმე, თორე კოპირაითებია ყველა ესეთ მომენტზე. გადაბადე. დავაი გადაბადე. დაიწი. ვა, ხორღადო. ვა, რა მოხდა და? დავაი. რა მოხდა, ბიჭო, ხორღადო. რა ხდება მან, აკამათო? ორი ტროპია დავიდოვიჩ. ვა, აქედაცაა მგონი ვასა ტროპი. გივი. ხო? ასე დაჭრილი. დილშია მხოლოდ. გადარჩი რა ალექსანდროვიჩი. გადავჭირე.
გადავჭი. მაგრად გადავუჭირე. გამჭოლია? რა მოუვიდა? არაფერი ისეთი. რა მოუვიდა? ოპა 190-ით მოსისინდა, რასობეჟია. რა, მოკლეს? რასობეჟია, ბიჭო. 3 წელია მე ამ ტრაილერს ველოდები. გამაგებინეთ ერთი ვინ მოგცათ ამ ოპერაციის ჩატარების უბრალოდ. რატო ყოფს ხვირს იქ, სადაც თქვენი საქმე არ არის? ვაი თქვენ პატრონს უბედურს. რაო? რაო, ბიჭო? ანუ ვერ ამასთან იყო შეკრულები. ოპა, რა კაციტო. ვიღაც დაიღუპა? შენი მოვიდა დედიკო შენთან მოვიდა ჩემთან არ მოსულა სანამ ცოცხალი იყავი ბეხი არ შემოუდგავს არ მაპატია შენი გაჩენა დედა რატო არ ხვდები ნუნუკა მე რატო არ ხვდები კარგი ირმა, კარგი. აი, მე შორიდან და ეს დარი. სუგზამნი და არაფერს არ აკლებდა. მაგრამ აქ არ მოდიოდა. რამთან ნუკა როგორ ვიცხოვრო, რა ვქნა. რატო მაშინ არ მომკალი? ახლა ხო ბედნიერი ვიქნებოდი, მიწაში რომ წოლილიყავი. ლიგუშა არც დად გამოვდექი და არც დედად. ხო და. რატომ ქვეყანა არ დავაქციე, როდესაც პირველად პლანი უპოვნე, რატო? აუ, ესთან. ეს ხა სირბილს დაიწყებს, ვინც მოაწევინა, ხო, რა კამანდაშიც იყო. დათო. როგორ მოხდა? მე არ ვიცი. სკიფომ ნახა პანო. ოფშიშიტი ის პადვაში. სამივენი უკვე მკვდრები იყო. ვინ სამი? ქუცუნა დობერმანა და არტურა არუთინოვი. ესე იგი უბანში სამი მკვდარია. ეგრეა. შენ სკიფო ხარ, არა? კი. იცოდი რომ кайფობდნენ. იმ დღეს არა, მაგრამ ვაფშე კი. წამალი იყო თუ კალიკი? წამალი. სასრაფო მრავო. ან პერედოზი როკა, ან სუფთა არ იყო. სუფთა არ იყო, არა. და წამალზე ვინ დასვა? არ ვიცი ნიკუშა ბიძა. შენ რა იცი ჩემი სახე? ხშირად გახსენებდათ. მაგარი ბიძა მყავს. ნახდათ არის ვინ დასვა წამალზე? არტურა. შენთან სალაპარაკო გვაქვს. წადი კაკალენი მიცის. ჰა? შენს кайფობ? არა. ერთი ორჯერ მაგასინჯო. წამალს ვისთან იღებ? არ ვიცი. ნუ გეშინი არ დაუბრიდავ. არ ვიცი. ხელს მოაფარებ, თორე შენ დაგჟი იმის მაგივრად. მე რაზე ნიკუშა ბიძა. იმიტომ რომ შენ საქმეში ხარ, ბარეგასთან ერთად. არა დედას გეფიცე. ბოლოჯერ გაფრთხილებ, მეხმარები თუ არა? კი. რა ქვია ნაბოზვარს? რუბენა ყალიჩავა. ძალიან ის კარგი. this. აუ რა კაია თო, რაღაც კაი სერიებია. 9-ზე. უხსვენი. რა ხდება, აუცილებლობა. Okay, Mr. Nori. Congratulations to Mr. Mombasa. Thank you, guy. Okay. See you. Bye bye, Mr. Bada. რა შავია კაცო. გამარჯობა. გამარჯობა. ვა რა შავია კაცო. კი ბატონო. ნურიც ეშბაძე. კეთილი.
თუ კაცი ხარ მითხარი, რა საკონსულო, რა მოგასაო? რესპუბლიკა ბოგასას საკონსულო საქართველოში. ერთი თვეა რაც გადმოვედით. აჰა. სად არის? აფრიკაში. იცით რა? აი ამ ჩვენი სადარბაზოს პრობლემებზე მინდა დაგელაპარაკო ბატონო. სადარბაზოს პრობლემებზე. დიახ. კი ბატონო, მობრძანეთ. მაგრამ ასე კარგი ბატონი ცირცვილია ხალხი რასი. არა უშავს, მარტო არ ეხა საკონსულოში, მობრძანეთ. აი, შემოვა. სიგარას ხوارინებებ, ბატონო გენო. კი ბატონო. სიგარა ძალიან მოუხდება ჩემი აზრით. კუბურია? არა, ბოგასაში უშვება. 10 წელია რაც ტექნოლოგია ითვისეს და ბაზარზეც აგრესიულად გადიან. ხო კარგია. ხო შეანია. აი ამ სიგარის მუღამს ვერ ხვდები რა. აი რა მუღამი აქვს ამ სიგარას ვერ ვიგებ დედას ვისაუბრ. ბოგასამ. პროსტა ბოლს უშვებ ხო? არ ნაპასს არ არტყავ, ნუ არ შეიძლება პროსტა. კონსული ზანგია ხო? არა. ირში იგუბებ და ხვდები გერმოს თუ ვერ. თქვენ ახართ კონსული? საპატიო კონსული. ვა. მაგრამ ეს თითქმის ერთი და იგივეა. მოსკოვში ელჩთან მქონდა რამოდენიმე შეხვედრა. მე რაღაცეებში დავეხმარე კიდეც. დაუწმაკასდი და მე თავისთან ბოგასაში მიმიწვია. ვა, მე. წავედი. სხვათა შორის ძალიან საინტერესო კაცია. იქაური პრეზიდენტის დიშვილი ყავს ცოლად. სასწაული ქონების პატრონი. დიალოგები არ მაინტერესებს. საქართველოში იქ მაინტერესებს რა ხდება კოშკასკენ რა. ასე იყო ეს ამბავი. ო, ხო კოშკა. თქვენ რაღაც პრობლემები ახსენეთ ბატონო გენო. ასეთი საინტერესო ამბების მერე მერიდება კიდევაც ამ ჩვენ ბინძურ სადარბაზოზე საუბარი. არა უშავს, ბრძანეთ. ეს სახლი რო აშენდა ჩემონური, აქ სულ სხვა ხალხი ცხოვრობდა. კულტურული, განათლებული, რაც თავარია შეგნებული. ახლა ძველებიდან დავრჩით ჩვენ, გეგუჩაძეები და ხუნჯუები. გაფუჭებული და წუწურაკი ხალხი დგაებს სახლი. ხომ ხედავთ პადიეში რა ხდება? ფსალში ვიხჩობით კაცო. ვეუბნები ხალხო, შევაგროვოთ ფული, კარებს საკეტი გაუგეთოთ, დამაფონი დავაყენოთ მეთქი. მარტო 3 ოჯახია თანახმა. ბატონო ნური, იქნება ვერჩი დაგვიდგეთ და გავაკეთოთ ეგ საქმე. თქვენს უფრო დაცული იქნებით და არც სტუმრებთან მოგვეჭრება თავი. ჩვენ თუ არ მივხედეთ ჩვენ თავს, კაცი შვილია რა პატრონი. რა სიზამ, უჭირს ქვეყანას. ხო და ასე გაუჭირდება სანამ უტვინოთ ვიცხოვრებთ. ბიჭო, ერთის გაკეთებას რო ვიწყებთ, 1000 უკვე გაკეთებული უნდა გავაფუჭოთ. სხვანაირად არ შეგვიძლია. ეროვნული მოძრაობა იმით დაიწყო, ჩვენ სადარბაზოში ლიფტი გაზარსვეს. აი ეს დიალოგები ძალიან დიდი ხანია. წაიღეს. თან უაზრო დიალოგებია რა, ანუ აი არაფრის მომცემი დიალოგია. პროსტა რო სერია გაწელი იყო ალბათ, არა და არ ჯობია რომ სერია 25 წუთიანი იყოს და საინტერესო ახლა მე 10 წუთია ლაპარაკობენ პადიეში მოფსმაზე და მეზობლებზე. გინდა იქ საკაცო. სისულელეა რა. ბავშვები უყურებენ და იგივე საკეთებენ. რა შუაშია სერიალთან პროსტა. ვარდები. ანუ ამ ტიპს გვაცნობენ ეტყობა, მაგრამ გაიხარებს სავში შემობადონ. მართალი ბრძანდები. არა, ლიფტთან დაკავშირებით თქვენ ვერ შეგაწუხებთ. პირველ სართულზე ხართ მაინც და რატომ? ეს ჩემი სახლიცაა. აქ ცხოვრობ, აქ მუშაობ. და როცა საერთო საქმე კეთდება, მეც ვალდებული ვარ მივიღო მონაწილეობა. ახლა შენ აღმერთმა. ბატონო გენო. დიახ. თქვენ პოლიციაში მუშაობთ, არა? ჯერჯერობით კი. ჯერჯერობით რას ქვია? ჩემს ასაკში ინგლისურის მსავლელი მე არა ვარ.
არა და ვინც ენა არ იცის, იმას უშვებენ სამსახურიდან. ეხლა ინიაზი თუ არა გაგდამთავრებული, ისე პოლიციაში ვერ იმუშავებ. ასეთი საკადრო პოლიტიკაა ჩემო ბატონო. ერთი ჩემი მეგობარი ბიზნესმენი ჩამოდის ამერიკიდან. თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებით არის დაინტერესებული. საზღვარგარეთ უნდა გატანა და გამოფენების მოწყობა. მე მგონი კარგ საქმეს აკეთებს. ხო და ამ კაცს დაცვის საყვანა უნდა. არის ჩვენთან ასეთ სამსახურები. გარკვეული მოსაზრებებით ოფიციალურ სტრუქტურებთან არ უნდა საქმის დაჭერა. ნუ არენდობა და იმიტომ. აი თუ თქვენ თავზე აიღებდით გამოცდილი და სანდო ბიჭების შეკრებას იდეალური იქნებოდა. ის კაცი კარგად გადაიხდის. გააჩნია რამდენი ობიექტია დასაცავი. სახლი, ოფისი და საწყობი, სადაც ნამუშევრები შეგროვდება. თქვენი გამოცდილება და კონტაქტები ძალიან გამოგვადგება. პლუს თქვენი სამსახურეობრივი მდგომარეობა, რა თქმა უნდა. არ არის ეგ ცუდი წინადადება. როდის ჩამოდის? 2 დღეში. შეგახვედრებ და მოილაპარაკეთ. მაგრამ მანამდე კარგი იქნება თუ თქვენ ხალხთან უკვე შეთანხმებული იქნებით. კერძო ფირმის დარეგისტრირება არ გაგიჭირდებათ. ვეცდები. კარგით. ბიჭებს რო დაელაპარაკებით, დამირეკეთ. კი ბატონო. ჩემო ნური, ბათუმში სამთავრობო დაცვის უფროსი რომაა. ხასან ცეცხლაძე თქვენი ნათესავი ხომ არა? არა? ნახვამდის. კარგად იყავით. Все. Хвала пцадзе. Аккордс. სოფლოვი გაათხრევინა ბიჭო. ეს არ ამგონია თავის დიშულისთვის იყოს. ამაღამ ცოლს უშვებს სანტრედიაში. მარტო იქნება. ნახდათ? კი, ქალს უთქვამს მეზობლისთვის. შვილები ყავს. არა, იქ ყალიჩავა უშვებია. გეგოცელთანაც არ ყოლია შვილი. მე მაგიტა უნდა ბრიდოს ხვის შვილები. წავედით. აბა მაგარი როჟა როგორ მევასება რა დერსკი კაცი. ცხა ამ სერიალში იქნება ჩემი ხელა ალბათ. 30 წლის რა, 30-32 წლის. გასხმებინეთ oni. დააღე. ეს არის ბიჭო. არა მოფარა. სამი ბიჭი მიწაში ჩააწვდა და ეხლა კიდე იგულავ რა. რა. ბრაგიტა. ფული შენაბოზარო, რა უნდა მინდოდეს? გამოდის უჩხაში 100 ლარია წაიღე. 100 ლარი შენს ბოზმამიდას გავუგზავნე. დასაფლავების ფულის არ გინდა გადაიხადო შენ. იდარეს. ბუხარში რკინის კლეთ გამოიღე. ორი კუსოკია იქ. მეტი ნახტათ არა მაქვს. ოღონდ უთუ აღარ დამატო. დანარჩენი სად არის? რაც არ უნდა გამოტყავო მეტი არა მაქვს. ვისგან იღებ წამოც? მე არ ვიღებ თვითონ მოაქვთ. ვის მოაქვს? ვერ გეტყვი ბიჭო მომკლავენ. თუ არ მეტყვი მე მოკლავ. რა ვქნა ბიჭო რაც მოაქვთ იმას ყვიდი. იმ საწყალი ბიჭების ამბავი რომ გავიგე ღამ გავგიჟდი მაგრამ მე რა ვქნა მე რა შუაში ვარ. რა შუაში ხარ და ღორი ხარ და ჩათლახი. ვის მოაქვს მეთქი წამალი? დროზე თორე ამუთოს პირში ჩა. არაფერი მიხარო თორე გაგათავე ვინ არის? არ ვიცი. როგორ არის მაიაკი მოხსა შეშემისა? კი ხო. გაიცი პასუხის რო ხმაზე არაფერი შეგატყოს. ახლავე მოვდივარ.
რა გიჟი კაცია ბიჭო შემოგვინდა ბიჭო კოშკა შენ ახარ რა გული გამიხედი ბაშკირა ვარ ვერ მიცანიდო ბაშკირ აქ რა საკეთე რავი შენ როგორ ახარ წამლის გაყიდვა დაიწყო ბიჭო რა წამლის გაყიდვა მე პროსტა პოჩტალიონი ვარ ხოდა შენმა მოტანილმა ფოსტამ სამი ბიჭი გააგურა აუ ერთი შენი დიშვილი იყო რა ოხ მე მაგათი დედაში ვისაგინებ ან რა პირით აგინებ საკუთარ თავს უნდა აგინო ბიჭო კოშკა ბოზიშვილი იყო მე მართლა პოჩტალიონი ვარ მე როს არ გავაკეთო ერთ გოგოს მაგრა დაერხევა მე კიდე არ მინდა რომ დაერხეს გესმის წამალი ვისია კარგი ხელები გავუხსენი ამ ნაბუზრს და ჩულანში ჩაგედე დავარი ვისია ბაშკირ ერთი ჩათლახი მასტია თემურა გოშაძე ვინ არის მაგარი წევნი ტიპია ჩეჩნებთან და აჭარლებთან ერთად ჩალიჩობს რამე რო იყოს საკუთარ დედას გაყიდის ეხახوار ისე მაგარი შემძრეულია სკრომნად ცხოვრობს კივერში ატყობ ბარიგაროა მინდა დავლიოთ მაგარი კონიაკი აქვს ამ ნაფოზარს არა შენ რა საქმე გაქვს მაგოშაძესთან აუ ჩემი ძმა რო ცოცხალი იყოს ვადა მაგოშაძის ტრუპს დიდი ხანია მინგეჩაურში არ ჩაიტანდა მტკვარ მე სხვა რამე კითხე კარგი გაგიასნე კაროჩე ერთი გოგოა აკადემიკოსის შვილია რა ხოდა მაგთემურამ ჯერ წამალზე შესვა მერე გააბოზა არა და იცი რა გოგო იყო მაგარეთო ლამაზი ჭკვიანი კარგად გაზრდილი უმეს რა საბრალებს ყურებით ხავს დათრეული და წამალზეა ჩალიჩებს ეგეთი რამდენი ხავს კიდე თვითონ არსად არ ჩანს აზე ხარ და თავის საბრალებს რომ იმის გამოსწორება უნდა და თვითონ გოგო რა არის შენი სკოლიდან ვიცნობ კაროჩე მე მთხოვა დავხმარებოდი უარი რომ მეთქვა მაგრა დაერხეოდა ხოდა ავდექიდან მეც ამ რუბენ აყალეჩავასთან დავაკავშირე მაგოშაძეზე უნდა გამიყვანო ეგ მაგარი გასაწესი და დასაშლია მაგას ჯობია დაბრიდო ძმურად გეუბნები რა ან დაბრიდი ან თავი დაანები რა უნდა გავაკეთო და რა არა მე თვითონ ვიცი შენ ეს მითხარი ჩემთან ახარ თუ არა აუ არ გეწყინოს პირდაპირ გეტყვი რა შენ შესას გაისწორებ და წახვალ მე კიდე აქ ვჩები ძმა მე როდის ყოფილა რომ ახლობლები დამიკიდებია ბიჭო რა არის არ მენდობი რას ამბობ კოშკი ვატას მაგაცი ჩემთვის ხვაზე ხარ რა კარგი განახებ მაგოშაძეს ხოდა ძალიან კარგი ეხლა წავედით აქედან საქმეთი ხარ ბაშკირ გამოვიშვი აქედან გამოვიშვი ნაბოზარი თორემ ცელსალს გააღვიძებს ვინ არის? მე ბაშკირა ვარ გამეთე. გაიცანის კოშკა. მიგუშ. ეგი ვინ არის? დაიძინე ჩემთან არიან. შემოდით. შემოდით. რაზე იმოვთ? არაფერს. საქმეზე ვართ მოსული. ამ კაცს
რაღაც რას ვერჩი, თორე კიბეზე უნდა დამეშვირა. ვერ გავიგე რა საქმე აგიტყდება ხოლმე შუაღამეზე. ხურუშიანი ხარ? თქვენთან ბოდიშს მოვიხდი. ნიკუშა რა? მოდი ჩვენ გაცნობას გამომორჩოს. შენ აქ ყველა არ მოხვიდოდი. წამალი მინდა. ამან ფასი გითხრა? ეგ არ არის პრობლემა. უბრალოდ შენ მაგდენი არ აქვს. და შენ რა იცი მე რამდენი მაქვს? მთელი პარტია ჭირდება. და მაგდენი ფული გააქვს? თემურას უნდა შეახვედრო. ფული, თემურა, წამალი, ბაშკირა. მე სიზღებით სულ ყველა. გული მერევა თქვენზე. ყველანი დამპლები ხართ. დამპალო. ნუ ხასვავ რა შეჩემისა, ისედაც განგრეულ კაიფში ხარ. მიდი რა შეჩმორო შენ. რაო ნიკუშ რა მინდაო? მე უკვე გითხარი რაც მინდა. ბაშკირა ჩემი პარალელური კლასელია. და მთელი ცხოვრება უნდა რომ გამშიმოს. მაგრამ აი და შენ რა გინდა? ბარივაითი გინდა? Წადი! მის ამოჭრიდნენ. მოდი desktop sounds გავთიშავ ამ დროს დაუწევ. აი კაცი ჩანს. მეც შეკია. დუბლაში მუშაობდა. ახალგაზრდა გოგო. რას უშვები თავს? კრესტი გაქვს ცხოვრებაზე დასმული? წამალი გინდა რა? ხო. ბევრი? ხო. თემურას თუ შემოხვდრე 10% შენია. დეძინა? არაფერი. შენ ნახვა უნდა. სერიოზული ხალხია. ხო და იმიტომ გირეკავ რომ მე მაგდენი არა მაქვს. რა გაგვირე? გეუბნები სერიოზული ხალხია მეთქი. ნუ იგინები. ნუ მაგინებ, თორემ ერთხელაც იქნება ხოლივით ჩაფხავ მაგ შენ ორანჟერიაში. რაო? უარს ამბობ შეხვედრაზე. რა ორანჟერიაო? პრიკრიტისთვის ბოტანიკურ ბაღში მუშაობს დარაჯად. ორანჟერიაში ძინავს. დამპალი. მოკლედ, რამდენსაც გინდა იმდეს მოგიტან. ოღონ შეხვედრით ვერ შეგახვედრებ. ვიღაცები დაბრედილა მაგის სწავლეთ და ეშინია. დაიბრინდებოდნენ, აბა რა იქნებოდა. მე მგონი იცი რა საკეთებს. გერაინში თაგვის წამალს ამადებს. რა თაგვის წამალი, რას ბოდა? მართლა გეუბნები უბანში მითხრეს. აი ეგეთი პატარა პაკეტები ყოფილა, ვირთხა ახატი. ამატებდა 1 გრამის მაგივრად 2 გრამს ებულო. რა ფულია? კარგი, მე კი წავედი, ჩვენ ახლა გვიანია და ამ დღეებში დაგირეკო. ისვენი ნიკუშა, ხო ხედავ გიჟივითა ვარ. კარგი, დაიჭი. ოპა, ორანჟერიაშიც მივედით.
რა გადაღება გვაქვს? არ გაინძრე გოშაძე დარჩი ადგილზე თორე გაგას ხმევინე ტვინი. პრობლემები აი შეიქმნა. ახლა ნელ-ნელა შემოტრიალდი. რაგი? სალაპარაკო გვაქვს შენთან. შენ ბაშკი რა არა ხარ ბიჭო? მიდი რა. კარგი. ვილაპარაკოთ. შენი თავარი 3 ბიჭია მკვდარი. რომელი თავარი? ყვავილებით? რა გცილი შენ აბიჭვარო? ბიჭო შენ ტრუპი ხარ იცოდე. ერთ შენ გამაგებია რა გინდა? მე არაფერი არ მინდა. იმათ ოჯახებს პადესიტისშიც მისემ. აჰა. ესე იგი ტრიცად ტიში. ო, შენი ბარიგა დედა შევეცე. ბებია შენი სარგინდას. ვაშე ფიდარასტოში. მოხოდი ყმაზე შეახმარო შენ. გაპარაკებ დიპოზიტრიკა. იმ შენი პრინცესა შენ უნდა გიხმარო. შუმაჩე ნარკამანკას კითხე როგორია. სიამოვნებისგან იკვაკაჭედი შენ ცუდა გასიამოვნა შუმაჩე ფიდარას. ეს რა ბიჭო? რა გაკი. რა გაკეთა ღმერთოჩე. რა გაკეთა ბიჭო. დავიდოვიჩ, ხო გამختარი იყო ეს ლექსო არა? ეხლა უფრო მაგრა გამختარა. ცარიელი ძვალი და ტყავია დარჩენილი. შეგეცოდე. უჭირს ალბათ ციხეში ყოფნა. ხო, მუჭირს კანეჩნა. იცით როგორ გაუხარდა მე რო დამინახა? გაიხსენა ძველი ამბები. თქვენ და ბიძინა მოგიკითხათ. როგორ არიან? ხო, მართლა, სად არის ეს კაცი? ვრეკავ სახლში, არავინ არ არის. მობილურზე ვრეკავ, გათიშული აქვს. სად არის? სადაა ბიძინას ტელეფონის ფული? ეტყობა გამოურთეს. არა და პაზარეს მჭირდება რაღაც. ჯო, რანაირი კაცია, არც დაგირეკავს, არც მოგიკითხავს. საჯადაბაშია, თბილისში ანედავს. მე ვიცი სადაც იქნება. სადაა? ნათესავებთან იქნება კახეთში. ერთი პატარა სოფელია საგარეჯოსთან. მიაგნებ? მივაგნებ. აი, ხვალ. ზეგ, აქ უნდა იყოს. გასაგებია, დავიდოვიჩ. კაცო, კათამაძე, მე არ მესმის და იქნება შენ ამის. ეგ ვარდების რევოლუცია, მე თუ მკითხავ, ლექსონ წამოიწვა. ეგრე არ არის? კანეჩნა დავიდოვიჩ. არა, მითხარი, ეგრეა თუ არა? ეგრეა დავიდოვიჩ. მერე და რატომ აჩერებენ ამდენ ხანს ეს ოჯახქორები ციხეში, ბავშვს? მე რა ვიცი. მინისტრი ახალი კაცია, მოადგილეებიც. ეტყობა ჯერ ინფორმაცია არა ამის. ამ გივისაც ეს ამბავი ეხლა შეემთხვა, თორე რაღაცას მაინც აიჩალიჩებდა. ბიჭო, ეგ სეიფი არ გაგიხსნიათ? არა. რატომ? გასაღები ვერ ვნახეთ. გავტეხა. რა კაცი მოვიდა? რა კაცი მოვიდა? თემა გადაიტანა. გველობა ადმინისტრაციამ დაგვირეკა ამბილი. წამო შენ თვითონ. რა არის რა ხდება კაცო? შეიძლება ერთ კვირაში 4 მიცვალებული? იქეთ რა გაირგვა? 3 ბიჭი არის, სულ ახალგაზრდები. სამივე ერთი და იგივე სახის ნარკოტიკითაა მოწამული. და როგორ იღუპავენ თავებს ეს ლაწირაკები? აბა, რეზო თუ ძმა ხარ მიდი რა კარგად დაათვალიერე აქაურობ.
რატომ დაიგვიანე? დავიდოვიჩი, ვერაფერი ვერ ვნახე, სეიფი უნდა გავტეხო. აბა ეს ნახე, ჯიბეში ქონდა. აუც მას ყალბა სიუდოს სეიფში. ჯიბეში ჩაიდებს ოჩოლო, არ გაჯიბა, რაღაც ველოდებოდი რომ გაჯიბავდა. მოდი ერთი ნახეთ. ოპა. ნარკოტრასას გენაცვალე რამდენიმე წლის განმავლობაში ამზადებენ, მას იგი არა. აი მოდი შუაზიიდან მაგალითად მატყლით დატვირთული ტრაილერი. საბუთების წესრიგში ერთად ვირთიც. აი ასეთი რეისები რეგულარულად ეწყობა. შეისწავლიან გზას. საბაჟოზე რა ხალხი დგას, ტეკის სად არის, ვინ რამდენს იღებს. აი 3 წლის განმავლობაში ზუსტად შეისწავლიან ყველაფერს და აი მხოლოდ ამის შემდეგ გამოუშვებენ ნარკოტიკს. უყურე ყლეჭენებ ჩატლაღებს. ო, მანქანა დალუქულია. საერთოდ მისი გახსნა არ შეიძლება. თუ ახლა რამე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის. ჩვენ სპეცსამსახურებს ჩემი აზრით 3 წლის უკან ქონია გაარკვევენ ვინები არიან მკვდრები, ეს ახალგაზრდები და ჩერეზ მაკედან გავლენ კოშკაზე. აი, პირველი მერცხალი უეჭველი რა. მაგრამ მისი აყვანა თურმე არავითარ შემთხვევაში შევხედეობიეს და რატომ მოგწმენდა რომ მეთქი დესკტოპ საუნდი დაწეული დამრჩა და აქამდე არ გესმოდათ. ჭუიდან გადავიდოდა. რომ ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი გამოაშკარავებული. მე გივინსკი რომ საიდან იცოდა იმ ტრაილერის ამბავი. მეც კარგად ისმის ხმა ცოტა დაწეული. და მე არის. რაცხნა გიც. და ჩვენმა სპეცსამსახურებმა რაო? რაო და ლადო წავიდა უშიშროებიდან, ლადოც და მისი განყოფილებიდან კიდევ 2 თანამშრომელი. და გივი როგორც ხედავ, იმის ნაცვლად რომ დაესაჯათ, ორდენზეა წარწმუნდა. როცა იკეთებ რაღაც. გაგიჟდება რა. ერჯერადი ყურსასმენელი იმაში არის. ზოგადად დინამიკებში ნორმალურად არა პროფესიონალიზმი. რასდოს მინუტ ყურსას. აბა აღარ ყოფილა ჩვენი საშველი და იგარი. ნუ ჯერჯერობით ეგრე ჩალდა. ვიდეოს ხოჩანაზე დინამიკებში იდეალურად იქნება. მაგრამ რაღაც სულ მოწყობილი რა ხდება სოფელში სახარიში? როგორ შეხვდა ხალხი ამ რევოლუციას? რა არის? ხალხს დიდი იმედი აქვს შემოგენო. და ამათაც თუ არ გაამართლეს, არ ვიცი რა მოხდება. უნდა გაამართლონ. თუ არ გაამართლებენ, დაიღუპება ეს გვევანა და ეგ არის. ბოლოს და ბოლოს სოდვა ეს ხალხი. გამარჯობათ. I told you about this guy. Exactly. Mike Stepton, ამერიკელი ბიზნესმენი. Glad to meet you, sir. კეთილი ჩემო ბატონო. ყოფილი ოპერმუშაკი მაიორი თაბაგარი. სასიამოვნოა. I'm Mike Stapleton. Very nice to meet you, my friend. Sit down, please. Thank you very much. Thank you. როგორ გავუსწორდა გენოს? What kind of beer is this? არა, მაგდენი ინგლისური ნამდვილად არ ვიცი. Sit down, please. და მორჩა. არა, ლუდზე გეკითხებათ ბატონო ბიძი. აი ლუდი. მოგხედე გენაცვალე, კიდე 2 ლუდი. ყველა წუხდებით ბატონო გენო, ჩვენ მალე უნდა წავიდეთ. ესენი საქმის ხალხია და ჩვენც მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. კი ბატონო. ესე იგი ბატონი ბიძინა ის ადამიანია, ვინც მაიკლის დაცვას უხელმძღვანელებს. ეგრეა? დიახ, დიახ. კერძო დაცვის ფირმა უკვე დარეგისტრირებულია. ესე იგი მე თქვენთან მაქვს საქმე. დიახ. ოღონ ჯერ უნდა მითხრათ რა ობიექტებია დასაცავი. ესე იგი რამდენი კაცის აყვანა იქნება საჭირო. და კიდევ რა თქმა უნდა მაინტერესებს რა თანხის გადახდა შეული ამ პატიოსან ადამიანს. გადახდით იმდენს გადაიხდით რამდენი საჭირო იქნება. დასაცავი ობიექტი კი 3-ია. ბინა სადაც იცხოვრებს, ოფისი და პატარა საწყობი.
იცით რა, ასე პირდაპირ თქვა შემიძლია. ობიექტი ადგილზე უნდა ვნახო. და გარდა ამისა, მაინტერესებს, რა საქმიანობს ეს კაცი. მე შინია რომ სიბერეში ყაყაში არ ვტუცო. სამართლიანი მოთხოვნა. მაიქს ძალიან უწყენარი ბიზნესი აქვს. ერთი ამერიკელი კოლექციონერისათვის უნდა იყიდოს თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები და გემით ბათუმიდან გაიტანოს. აქედანვე შევთანხმდით. დაბჭის ფუნქციაში ტვირთის გაცილება შედის. რასაკვირველია ბათუმამ. რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. ობიექტებს როდის მანახებთ? ზებურ საათზე ჩემო ფიში მოგზავნით. ბატონმა გენომ იცის სადაც ავართ. ბატონო გენო რა ვქნა? კიდევ ერთხელ უნდა შეგაწუხო. რა ზიალაპარაკი? თუ შევთანხმდით, მაშინ წავალთ. ნუ არ მიიწევთ კაცო. არა, ძალიან გვეჭქარება. წავედით, მაიკ. Okay, წავედით. Okay. It was a pleasure, gentlemen. აბა დროებით. დახმამდის. არ მომწონს რა გენოცოდა ეს ამბავი მე. რატო კაცო? ჯერ ერთი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებს რა დაცვა ჭირდება. რა ვიცი, ხელოვნების ნიმუშებია მაინც. გაიწუს მახარ. მაგისანა ნიმუშები ყრია ეგერ მშრალი ხიდის ქვეშ. მართალია. გიგია ვინმეს რამე მოეპარა. მაგარი კაცი, აი ძალიან. და მე კაცი არ გავს თბილისში ახალ ჩამოსვლას. რაზე შეატყვა? ლაპარაკზე. რაღაცა სიტყვები უსწავლია. აი რა კაცო, ნუ ხარ შენ ეჭვიანი რა. პროფესია მაქვს ბატონო ასეთი. ქონდა. კი ბატონო, ქონდა პრივიჩკა მაქვს ასეთი. ნუ დალევნეც. რატო? დღეს უფრო გველოდება. რას უფრებს? დღეს ლექსოს უშვებენ ციხიდან. ოპა, შემდეგი სერია გვექნება უკვე ლექსოს სვაბოდა. დაალაიქეთ, ხალხო არხი გამოიწერეთ, მალე ავიდეთ 50000-ზე. ვინც უყურებთ ხოლმე დაალაიქეთ რა. არხიც გამოიწერეთ უოჭვალი. თუ 3000 ლაიქს ავალთ ხოლმე ყოველ სერიაზე, გაასწორებს. დროებით შემდეგ სერიამდე.